ზოგჯერბად მეგობრებო მგონი რაღაცა ვარიანტი ჩაგვივარდა. ძალიან დიდი და ნახეთ უყურეთ აი ეს მგონი ტორნადოა და თუ ტორნადო გადავიღეთ. ეკაკუქრე და აი უყურეთ აქეთ ხო ჩარიელია, აქეთა ღრუბელია. და აი აქეთ აი ეს მოდის და მანქანას ათამაშებთ, არ ვიცი აბა როგორი მომენტი იქნება. გახოთ სფეროში რო ვიყავით და გადაღებული რო იყო, ეხლა ჩვენც ხომ უნდა მოგვეცეს ამის გადაღების საშუალება. მანქანას მაგრა ათამაშებს რულს. კარი ძალიან ახლა ეს იმის მოლოდინში ვარ რომ ვიქნებ ტორნადოს ცოცხლად ნახოთ ტორნადო. ნუ მოგახსენებთ ტორნადო არის როგორ არის ქარიშხალი, მაგ ქარიშხალიც არის ქართულად როგორ არის. სულად ქართულად ვერ ვიხსენებ რა. ნუ ერთ სიტყვით ხარი იწყებს ტრიას, რაღაცა წრიული მასა მატერიალებს ეს როგორც ვიცი გეოგრაფიიდან ტემპერატურების ცვალებადობა და იმ ცვალებადობაში წარმოიქმნება ქარი. და ის ქარი იწყებს ტრიას. და აი ეს არის მგონი და ნახოთ აბა. საინტერესო მომენტების ძებნაში ვართ. სულ მაგას არ ვეცებ. აქეთ ზოგადად არის და ნახოთ აბა. მე რამდენჯერმე მოხვედრილი ვარ ტორნადოში, მაგრამ როგორ იყო იცით, შორიდან მაგ ნანახი, მაშინ ვიდეო არ მქონდა და პოლიციელები აჩერებენ ხოლმე და მე არ უშვებენ მანქანებს წინასწარ იციან. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, რომ აი უცბად დასხებს, აი წინასწარ ვერ განსაზღვრავენ ხოლმე და მაგ დროს მოდი სასურველია რომ გაჩერდნენ, მაგრამ რა ვიცი არ მგონი. არის ქარიშხალის ჩურს ჩანს ეხლა აქედან ერთი რამდენი ეხლა ეს თითქოს ახლოს არის თქვა და 5-10 კილომეტრი მაგრამ უფრო მეტია მანძილები იმიტომ რომ არიზონის ტრამალები ხო ნუ უდაბნო ტრამალებში რომელიც საკმაოდ დიდი ქართული უკავია და არის ადამიანი რა სულ გაინტერესებს და რო არ გაინტერესებს მაშინ უკვე საინტერესო არ იქნება ცხოვრება. რაღაც სვეტივით არის და მგონი ჩაუვარეთ და ქარიშხალს აბა იქ რაღაცა წერია წარწერა და აბა იქ საერთოდ იციან ხოლმე თუ ამინდი რომ ფუჭდება მე წარწერებით გეუნებია რა ელოდება რა სიტუაცია გზაზე და მოდი ნახოთ რა წერია. არა. გალუპი ეს არის მიხეილ 46 და ალბა ქუერქვი 169 მინუტის თუ არა. ინფორმაცია ამინდის შესახებ არ არის. და ალბათ ისიც არ იქნება რასაც ველოდებით. ვერ წავაწყდებ. კარგით, მაშინ მეგობრებო, ეხლა რაღაცას უსმენდი რა და დისკუსია მქონდა, მაგრამ ახლა ვიდეო ჩავრთე, თორემ ამ დისკუსიაზე ცოტა განვავრცობლე. საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, მირეკავდა და მაგაზე საუბრობდით. და რას მეუნება ეს ადამიანი? გეტყვი რა, ეს ადამიანი დამიკავშირდა და საუბრობდით რა და მეუნება რომ ბატონო აკაკიო თქვენო
იძახითო რომ ერთადერთი ბედნიერება ცხოვრების აზრი არისო მერთან მისვლავ, ახლოს მისვლავ და არა გონია თუ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და უფრო სხვა რაღაცებზე ლაპარაკობთ ადამიანმა როგორ უნდა გადაწყვიტოს, რა გადაწყვიტოს და მერტი არ ამგონია უფრო სერიოზული თემა იყოსო იმ პრობლემებში, სადაც ადამიანი ცხოვრობს და როგორც აკეთებს და რას აკეთებს და თვითონ ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოსო თავისი ბედია და ცხოვრებაო. ხარი რას მეუბნები, კაცო ეს როგორ სამყარო უფლის მიერაა შექმნილი და იქიდან უნდა არაო და ნუ ეთქვა მოკლედ გეტყვით რა მე ალბათ ამ თემაზე მე მომავალში ვილაპარაკებ და ასეთი აზრია რომ ნუ ერთ-ერთი მძიმე წონოსანი ათეისტი ეხლა დღევანდელ დღეს ნუ ევროპაში და ამერიკაში და სოფლიოში არიან ადამიანები პირდაპირ ამბობენ რომ ათეისტია და არ ჯერა ღმერთის და არ უნდა ღმერთი რაში უნდა მაგრამ ქართველი ხოჭე ყოველ ნებისმიერი ქართველი რომ გააჩინო ყველა ეთქვა მორწმუნეა იჯვაში წესთან გამორიცხული რა ქართეს ეთქვას მასეთი რაღაცა რომ ღმერთის არ ჯერა ესეთი ქართველებიც არიან რომ იძახიან რომ ღმერთის ჯერა და LGBT-ის ჯერა და ცისფერების ჯერა არის ასეთი არც მალავენ ამალა ის თუ ღმერთის ჯერა მაშინ LGBT-ში და ერთსქესიანთა იმისი რატო ჯერა ხო იმიტომ რომ ის პროგრესიაა აი თუნდაც რაღაც ცნობილი არ მინდა კონკრეტულად აღარ ვიტყვი არიან ეხა იმ დღეს გადაცემას უსმენდი და მე რა თქმა უნდა ევროპაც მინდა და ისიც ღმერთის მიერ არის შექმნილიო ის ერთსქესიანების ცისფერები და LGBT-ო მაგრამ მე ღმერთისაც ჯერაო და იმათ რომ რა შუაშიაო მაგიო მე ასეთი ლაპარაკი რო აქვს რომ აი ლიბერალები არ გიყვათ რა ილია ჭავჭავაძე ლიბერალი არის ხო აი სულ სხვა რაღაცას აი ეს რაღაცებს გიჩხირავენ და ამაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ რა ვერ გაუნჩევიათ ლიბერალი, ნეოლიბერალი ვინ რა როგორ რანაირად ვაი გონი ამოვარდა ხარ ეს ასე დატრია და მთელი ისე ამოიტანა და თითქოს არაფერია თუ რაღაცა იქნება აქავართ მაგრამ არ ამგონია კაი ამიდია და კაი ამიდი რა მუსიარი და ის ველი შორსავი და იქ გადავერთე სხვა თემაზე. ხო და დაუბრუნდოთ იმ თემას. ესე იგი ეს ადამიანი მეუბნება რომ ჩვენ ხომ ამბობთ რომ ღმერთისკენ მიმავალი გზა არის ბედნიერება და სიმშვიდე და ცხოვრების აზრი. და ეს მეუბნება მე რატო უნდა წავიდე ღმერთისკენო თუ იმასო სულ არ ვაინტერესებო მეო. მეთქი ვერ გავიგე? ნუ ღმერთისგანო არანაირი ხარდაჭერა არ ამაქვს, სულ პრობლემები. მე რო ვიცნო ღმერთისგანო რაღაცა დახმარება მქონდესო, ხარდაჭერა მაინც მქონდესო, მე მისკენ წავიდოდიო რა. ესე იგი რას ამბობს რომ მე რატო უნდა ვიყო ღმერთთან თუ ღმერთს სულ არ ვაინტერესებ რა. რას უპასუხებდით მეგობრებო, აი როგორ ფიქრობთ? ძალიან ისეთი თემაა ხო? ძალიან სატანური თემაა, ესე იგი აი ვინაიდან შენ ვერ ხედავ ხარდაჭერას ღმერთისგან და სულ პრობლემებში შენ მასეთი ღმერთი არ გინდა. ამდენ შეიძლება მაგრამ მან ძიმე ათეისტია ხო ეს და თან ქართველი თუ მე მასეთი რაღაცა ცოტა გამიკვირდა და თან ასეთი ხედვა რო აქვს ხო შეიძლება ღმერთი არის მაგრამ ის ჩემთვის არ არის და ამიტომ მე როგორც უყურებ ამიტომ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნუ აი ესეთი საუბარი მქონდა. აი ესეთ სიტუაციაში უკვე მე ჩემ თავი მობილიზება გავუკეთე და დავიწყე ანალიზის მიწოდება ჩემი მაგალითები მოვიყვანე ის მაგრამ არა უბრალოდ ალბათ მე ვერ აუხსენი კარგად ან მაგდროს ესე დაწუნებითი ფორმით რო უხსნი შეიძლება რაღაც წინააღმდეგობას იწახნო საერთო ჯამში ჩემი კომპეტენცია და ჩემი რაღაცა გამოცდილება ამ რომელსაც ახსნის საშუალებით და ახსნა გამარტებით ვთქვი
სულაც არ ქონდა რეაქცია. არაო, თან მიყურებდა, თან მისმენდა, როგორ მიყურებდა, მაგრამ ცინიზმი და ის მაინც იცნობოდა, რომ ჩემთვის ღმერთი არ არსებობსო. მე ბოლოს უთხარი, მეთქე ხა მე ტელეფონზე ალბათ ამას მე ვერ მოვახერხებ და თბილისში რო ჩამოვა დარბაზში ან სადმე ოთახში დავჭდა და ვილაპარაკოთ მეთქი და ვიცი, აი ასე დავამთავრე ატელეფონო დისკუსია და ბოლოსში მე რო უთხარი მეთქი რო ჩამოვარ, მეთქი დავჭდა და ვილაპარაკოთ. თქვენ ასე თქვით, მეგობრებო. როგორ შეხედავთ ამ თემას და აბა კომენტარებში ხა ესეთი თემა ასე ვერ განაუცობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ამბის წინაშე დავდექი. მიუხედავად ჩვენი საუბრის, აი თვითონ ხომ მედგრად იდგა ეს ადამიანი რა ტელეფონში, მაგრამ აი გძნობდი რომ ცარიელი და აი გახსოვთ წინა ვიდეოშიც რო თქვი რომ აი ცარიელი ქვაბი რო არის, ხო აი ესეთი შეგრძნება მქონდა. არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები, მაგრამ ვწდები თუ არ ვწდები, ეს რეალობა, ჩვენი ცხოვრებაა და ჩვენი მოცემულობა. მომეცა ფიქრის საშუალება დავდგები და ეხლა კიდევ გავაანალიზებ და ჩემ თავზე ვიფიქრებ. აი ამ ხრივ ეს სამსახური ძალიან მაგარია რა. კარგი თავ მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ამინდი ნორმალურია. ქარგორბარა. ქარგორბარა მოგვარი და თავი და მომეცა საშუალება წნარად ჩვიდად ვიაროთ. აგენ ნიუ მეხიკოში შევედით. ნიუ მექსიკო. შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.